იცი რა არის ადამიანები ამ ჭამაში, სმაში თავდაწყებას ეცემიან. თვითონ ეს სიმბოლო რაღაცაზე მიგვანიშნებს ერის სასოწარკვეთაზე. სასოწარკვეთის რაღაც დასაფარად ათასნაირი საშუალებები. ერთ-ერთი არის გაუთავებელი რესტორნობანა და დიპლიპიდო და სმა. და მეტი არაფერი არ აქვს. აი რესტორანი მეტი და ხალი. და ხალიც და სექსიც სხვათა შორის სასოწარკვეთილებიდან გაქცევის კაი საშუალებაა. აი რო ჩავარდა, აი ხალიც კი როცა რაღაცაში მძიმედ ჩავარდება რაღაც იმ წუთში გარეთ რო გავარდება, აი ნებისმიერი ტიპი რო წააწყდება, ნებისმიერს გაყვება. აი უამრავი ის არის, აი რა ხდება ადამიანის ფსიქიკაში და რა არის ეს გაუთავებელი დოლგარმონი. მასიურად, ხوارე 2 და 3 მე იგივე შემიძლია თქვა რაც თქვი თქვენ რესტორანში ამაზე გადავიტანო მასიურად ეს გაუთავებელი სიმღერები. თან ძველი აი ფოლკლორი. წარმოიდგინეთ, აი ხალები ფანდურით არის, ხალები დოლებით არის, დოლს უკრავს ხალები. ბევრია ესეთი, აი ინტერნეტიდან თქვენმძღვანელობ ახლა მე ხო? მე გაუთავებელი ცეკვა თამაში აეროპორტებში მოცდის დროს. რაღაც აი თითქოს რაღაცა ექსტაზში ადამიანები გამიგე და ეს აფრიკულ წარმართულ ქვეყნებში შემიმჩნევია. როდის ხდება ეს როკვა? ბიბლიდან გავიხსენოთ. რა ხდება იქ ჭამასმა და მერე როკვა. გახსოვთ საწერია? გამოსulis წიგნია 32 თავით. უყურეთ მანდ რაც მოხდა ხა შევადა რაც თქვი თქვენ რესტორანი და გადაძეწგილი, გადაჭედილი. აი როდესაც მოსე გავიდა და აგვენა არონთან მივიდა ხალხი და ეუბნება ჩვენ არ ვიცით ის კაცი საწავითა. გაგვიკეთ ღმერთიო რა, გამოგვიწერწო. არონი წამოეგო ამ წინანდებზე მოატანა ყველას ეს ძვირფასი განზე ოქროები საყურებიდან ჩამოიძრეს, გადმოადეს და ოქროს ხმო ჩამოასხეს. დააჯდნენ, გაწყდნენ, გასკდნენ, როკვა დაიწყეს. სექსუალური ობერტონებიც გაურიეს მაგაში. ხედავთ, ეს სასოწარკვეთილების გამო გაკეთდა. ეს წარმართული რაღაცეებია საქართველოში. და მაგის ნიშანი სწორედ ისა რომ ერი არის ხელჩაქნეული მთელი რაღაცეებში. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ამაზე, მაგრამ გავადრო და მე აგენახავთ. აბა რით აიხსენება? გადაძეწგილი როაშიათ? აი რით აიხსენება ეს? თავდავიწყება. ჭამა ერთ-ერთი ის არის სტრესის მოსახსნელი საშუალება, ბევრთვის ჭამაა რო იცოდეთ. აი როცა სტრესი აქვს ადამიანს, მაშინ სკდება. და სტრესი ხო ისეთი რამეა, რომ არის რა, გინდა არ გინდა, მაგრამ მუცლის პატივისთვის ბევრია მანდ. სასოწარკვეთასაა მიცემული. ეს კარგი ნიშანი არ არის. ეს გაუთავებელი სიმღერები, ესეც თავდავიწყება არის. რეალობას მოწყვეტა არის. გარკვეული ნარკოტიკებია ესა, ხო? აი ესეთი სცენა არის კიდე ძველი მონჯური ფილმში, ტოვაჩენაძე რო თამაშობს, ეს კუბორუ არის იქა და გაუთავებლად რო ცეკვავენ. ეს როკვა, ეს შამანიზმსა და აფრიკულ ტომებში არის გვამთან რო ცეკვავენ. სასოწარკვეთა არის გამიგე და რაღაც რიტუალს ასრულებენ. ქართულ იმაში ამ სუფრას რელიგიური დატვირთვა აქვს რო იცოდეთ. მე შვედი ცხოვრება არის გუშინ. ხო თუ კვირას თუ რაღაც ულოცავდნენ ერთმანეთს. მიზეზები, საბაბები ოხრათაა ქართლის პურიჭამისთვის. მთელი რელიგიური ის არის რა და ამით ახლა პირდაპირ მიცვალებულებთან კავშირში შედიან. ეს რესტორნები და სუფრა უკავშირდება მისტიკას, ბევრს გაცნობიერებული კი არა აქვს. ჩვენ ამის ფენომენი რო თქვა, რა არის ეს, რით აიხსენება? რა ახსნა მოეძებნება ამას? ქვეყანა რომელიც არის არასწორ პოლიტიკურ გზაზე, გაურკვეველი მდგომარეობაა, დაცლილია მოსახლეობიდან რეგიონები, სოფლები, ხალხი გადაყრილია გარეთ და გაუსაძლეს მდგომარეობაში არიან საზღვარგარეთ ძალიან ბევრი. ციხეებშიც ბევრი ახალგაზრდებია საზღვარგარეთ რო იცოდეთ. და ამ დროს მან დიპლიპიტო არის გაუთავებელი. ხო აი პურიჭამა იქ ყველგან მე დოლგარმონია. ადრე არ იყო რესტორნებში ეგა. იქ მაინც ესეთი ის იყო ჯაზ ორკესტრი, რაღაცა ვოკალური ინსტრუმენტელსა. მოკლედ თანამედროვე სუბუქი მუსიკები იყო და არანაირი დოლგარმონი. იშვიათი გამონაკლისი იყო ვიღაცა რაღაცა დაცინოდნენ ესეთ ადამიანებს. ეხლა ეს ნახეთ როგორ შეიცვალა, ესეც რელიგიასთან არის წილნაყარი. თვითონ ეს ფოლკლორი ესე რომ აღორძინდა და უკანა პლანზე გადავიდა დასავლური თქვათ საესტრადო და ესეთი მუსიკა რელიგიის ბრალია. მართლმადიდებლობა არ ცნობს მაგალითად რაღაცას დასავლურ კულტურას ამ გაგებით, აი ჯაზი, ბლუზი, არ ცნობს მაგას. მანდ არის საგალობლები და აი ეს ფოლკლორული ანსამბლები, დოლი, ჩონგური და მაგას არ ასწავლიან. ეს მართლმადიდებლობის ბრალი არის ყველაფერი ეს. უფრო მეც გეტყვი, ჭამასმაც მართლმადიდებლობის ბრალია. აბა რა უნდა გააკეთოს მღვდელმა? სუფრა უნდა აკურთხოს, ხო? რას ქვია და იქ ფულები უნდა აკეთოს.